მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დღეს მე მინდოდა მელაპარაკა. როგორ ახართ ვაფშე რა ლაპარაკი, სულ ლაპარაკზე როგორ ავარ კაცო. ჯერ ის გავარკვიე როგორ ახართ. მე კარგად ავარ შედარებით. ცუდად რო ვიყავი ეს პერიოდი გადის ნელ-ნელა და გავარა. ყველაფერი გაიბლის ყოველთვის, ყველაფერი ნეგატიური მორჩება და რაღაცა კარგები იქნება სულ ყოველთვის. დღესო, კარგად ჩანვარ ნეტა, არ ვიცი. ხა ჩემი ნაგავი თუ გამოჩნდა ეგ არ მოწყობს. ოპა. Короче. Set manager. Короче, მე არ ვიცოდი რაზე მელაპარაკა და გადავწყვიტე რომ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დებატები გავშალ შედარებით ცოტა უკეთ და ვილაპარაკო iPhone-ზე და Samsung-ზე რა. iPhone და Samsung-ი ცოტა ისეთი ისაა რა. iPhone და Samsung-ს ისე ადარებენ რომ გეგონება iPhone-ს და Android-ს ადარებენ ხოლმე. და სიამდვილეში ხა რაღაც ბიუჯეტური Android-ები რაც არსებობს, ახლა ბიუჯეტური iPhone-ი რო არსებობდეს, იმას უნდა შეადაროთ და ახლა Xiaomi და Realme-ს რაღაცა 222 ლარიან ტელეფონებს რო ადარებთ 5000 ლარიან ტელეფონს, ეს არის სიგიჟე. ჯერ აქედან დავიწყოთ. მაგრამ iPhone-ის გულშემატკივრები და Android-ის გულშემატკივრები ყველანი რაღაცნაირად სექტანტები ვართ რა. მე ეგრე მგონი. მე უფრო Android-ისკენ ვარ გადასული. იმიტომ რომ მე მქონდა iPhone 5S. აი ეგ იყო ტელეფონი ძმო. iPhone 5S-ის შემდეგ რაც კი გამოვიდა iPhone-ი, იყო უბრალოდ მალფუჭებადი გაყიდვადი, სწრაფად გაყიდვადი პროდუქტი და მე არ მომწონს ეგეთი. უაზროდ გაბერილი ფასები რასაც აქვს რა. აი Android-ები ადრე უფრო იაფი რატო ღირდა. მაგას ხო არ ჭირდება დიდი მიხედვა, იმიტომ რომ არ ფიქრობდნენ რომ არ იყოს საჭირო იმხელა ენერგიის ჩადება, რამხელა ენერგია იმხელა ტელეფონისთვის არ იყო საჭირო იმ ენერგიის ჩადება, რასაც ახლა ვფიქრობთ, რომ ტელეფონისთვის საჭიროა რა, იმიტომ რომ ტელეფონი მაშინ ისთვისაც გამოიყენებოდა, იმას Android-ი თავისუფლად ასრულებდა, თუნდაც ინტერნეტთან კომუნიკაციას, თუნდაც რაღაცებს, ნუ რა აზრი აქვს მაგას რა. ერთადერთი ამ ორთან კონკურენციაში ვინ შეიძლება ახლა შემოვიდეს ჩემი პირადი მოსაზრებით არის Google. რადგან Google-ის Pixel-ი რა. Google Pixel Pro XL-ი არის სიგიჟე ტელეფონი, ანუ ეგ ძალიან კარგი ტელეფონია რა მაგაზე. საუბარს არც დავიწყებ. უბრალოდ ისე დალაგდა, რომ ვიღაცებს გონიათ, რომ Google-ის ტელეფონი გოიმობა. არა და ჯერ ხო უნდა დაფიქრდეთ, რომ Android-ი არის Google-ისთვის შექმნილი. ანუ Google Pixel Pro-ზე პირველი ხდება ყველა Android-ის რაღაცა update-ი რაც მიდის, ყველაფერი რაც მიდის, პირველ რიგში მიდის Google-თან. Google არის კომპანია, რომელსაც YouTube-ი აქვს. კიდე ბევრი სხვა რაღაცები აქვს და ტელეფონში რასაც იყენებთ, აი Google Weather-ი მაგალითად, აი Google Search-ი, ანუ რო ეძებთ, ან ამინც რო ნახულობთ, ყველაფერს სადაც ნახულობთ Google-ში. და ვიღაცებს მაინც გონიათ, რომ Google-ი უფრო გოიმობაა, ვიდრე iPhone. და iPhone-ს აქვს ცალკე ეს რაღაცა ძალიან ეს ცალკე არიან, ყველაფერი თავისი აქვთ. რაც ტყუილი ფულის ხარჯვა არის. რო დაფიქრდეთ. ანუ უყურეთ, ყველა Android-ი იყენებს, თითქმის ყველა Android-ი იყენებს Google Weather-ს, ანუ Google-ის ამინს და ამ დროს Apple-ს აქვს თავისი. მთელი მსოფლიო იყენებს Google Maps, ამ დროს Apple-ს აქვს თავისი. აი მაგაში რა ფულსაც ხარჯავენ, დახარჯული ფულის ამოღებას ცდილობენ ახალი იმეების გამოშვების დროს გადაბერილი ფასებით. ჯერ ანუ გაბერილი ფასი შეიძლება არც კონდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქვს. იმასთან შედარებით რა უნარებიც გააჩნია, iOS-ი Android-თან შედარებით ძალიან უკან არ არის, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან დიდი განსხვავებაა რა. ჩემი აზრია რა უბრალოდ ეს, რომ მე Android-ი უფრო კარგი, სტაბილური სისტემა მგონია, ვიდრე iOS. iOS-ი რაღაცნაირია. შეიძლება მე ვერ გავუგე, ეგეც არის რა, ანუ ეგ ყველაფერი ადამიანზე არის საბოლოო ჯამში დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში ამას იძახის ყველა, ვისაც iPhone-ი აქვს. და არ უნდა ჩემთან პოლემიკაში შემოსვლა, იმიტომ რომ იციან, რომ ჩემთან პოლემიკაში Android versus iPhone-ზე აუცილებლად დამარცხდებიან. მაგრამ ესეთ რაღაცაზე რომ დავფიქრდეთ, წარმოიდგინეთ, როცა Google-ს აქვს თავისი Google Maps-ი, ხო? აი ყველა Android-ი ახლა Samsung-ი რო იყიდოთ. Samsung-ს ხო თავისი აქვს, თავის კი არა და Google Maps-ი აქვს, იმას ხო Google Maps-ი აქვს.
ყველას აქვს Google Maps. ამ დროს Apple რო ხარჯავს რაღაც დამატებით თანხას Apple Maps რო კონდეს. აი რაღაც ის რა არ ვიცი რატო, მაგრამ ეგრე გადაწყვიტეს, რომ ეს Tesla-ა ჩვენი საკუთარი რუკა გვაქვს. ზოგადად ამერიკის ბაზარი ხო გაფუებული არის. აი გაფუებული ბაზარი არის, რომ აი რაღაცა 700 მილიარდი ღირს ეს კომპანია და რაღაც სისულელეებს იძახიან. არ არსებობს. 700 მილიარდი არც ერთი კომპანია არ ღირს. იმიტომ რომ 700 მილიარდი თუ გადაიხადე, იმ დედაარღნიან მოგებას ვეღარ ნახავ. სადღა უნდა ნახო ის მოგება. ხო? ხო, აი მარტივია რა. 700 მილიარდი როდის უნდა ამოიღო აი რაღაც ბინას რო ყიდულობ და გაქირავებას რო იწყებ. ის ხო არის მუდმივად შემოგდის შენ რაღაც თანხა. და რაღაც ეტაპზე თავის თავს ამოიღებს. აი 700 მილიარდი რითი უნდა ამოიღო. აროჩი. ხო, მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ Apple-ის მომხმარებლები უფრო მდიდრები არიან. Plus Apple-ს აქვს როგორი რაღაცები, იცი? მოთხოვნები აქვს რომელიღაც კინო კომპანიებთან, რომ აი თუ Apple-ის ტელეფონი ეჭირება ვიღაცას, აუცილებლად დადებითი პერსონაჟი უნდა იყოს. ანუ არასდროს ნეგატიურ პერსონაჟს, აი რაღაცა ჯოკერი და ბეტმენი რო იყოს, ჯოკერს არავინ არ დააჭერინებს აი iPhone-ს იმის გამო, რომ აი ეს მოთხოვნა აქვს. ეგეთ რაღაცები არ მიყვარს, მე არ მომწონს ეს ყეყეჩი ხალხი რა, აი ყეყეჩობა არის. ზოგადად iPhone-ის ყიდვა საქართველოში ვიძახი თორე არ ზოგადად ამერიკაში ხა $1300 რო ღირს და ჩვენთან რო 7000 ლარი იყიდება, $1300 შეიძლება ყიდო. მართლა გეუბნებით. თუ გამბაჟებას გადაიხდით, თუ გამოიწერთ ამერიკიდან, ბევრად უფრო იაფად ჯამოა. ბევრად. ერთი 2000 ლარს დაზოგავთ ალბათ. და გექნება თქვენი საყვარელი ტელეფონი არც რაღაცა გოიმი კომპანიის დაგოიმებული არ იქნებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ოფიციალური რესელერები ვინც არიან, იმათ კიდე აქვთ რა ის ცოტა დიდი თანხის დადების თავი, იმიტომ რომ ოფიციალური გარანტია მოყვება იმ ყველაფერს, მაგრამ ვიღაცები ხო არის ამ პროსტა კომპანია რა, რაღაცა iPhone G და iPhone G-ზე შედიხარ და 8000 ღირს. მხოლოდ დღეს ღირს 8000 გუშინ 12 ღირდა. ვინც გუშინ იყიდა და მე მიწერდა არა, მარაგი აღარ გვაქვს. თან რატომღაც ეს დამოკიდებულებებს ხდის iPhone-ი ხალხს თავის ტელეფონზე რა. ეხა iPhone-ის ცუდ იმაზე უფრო ვლაპარაკობ, ვიდრე Android-ის დადებით, რა აზრი. ერთი და იგივეა. Android-ი ეგეთ რაღაცას არ გიშვება. Android-ი რო გაძლევს რაღაც ტელეფონს, შენ იცი რომ ის ტელეფონი 3 წელი გაგიძლებს. iPhone-ს რო ყიდულობ, ტიპები სპეციალურად iOS-ის update-ს აკეთებენ, რომ შენს ძველ ვერსია ტელეფონზე ვეღარ გაკაჩოს ისე კარგად. შედარებით შესუსტდეს, შენელდეს, მალე დაჯდეს და აქედან გამომდინარე მე შენ იმას კი არ ფიქრობ, რომ ამათი დედა შევეცე ეს როგორ გააკეთესო. მიდიხარ და ახალ iPhone-ს ყიდულობ რა. ესაა მარტივი ლოგიკა. მე Samsung-ში და Google-ში ვიპოვე შვება. მე მქონდა iPhone 5S, როგორც გითხარით, ძალიან კარგი ტელეფონი იყო. მე მქონდა არ მახსოვს რა მქონდა მე HTC-ის რომელიღაც ტელეფონი მქონდა. იმიტომ რომ ეს iPhone 5S, ვეღარ გაკაჩა, კაი ხანი მქონდა, თან 1-4 წელი მქონდა. მე HTC-ის რაღაც ტელეფონი მქონდა, ამანაც რო გაუსირა, მე ავდექი და ვიყიდე Pixel 6 Pro. არა. მე ვიყიდე 7S. მე ვიყიდე 8 iPhone-ები. და არც ერთი აღარ მომეწონა რა, თან მომრგვალებული რაღაცა უაზროზე. კარგი ძალიან ცუდი დიზაინიც ჰქონდა და დიდი ეკრანი და აი არაკომფორტული დასჭერი იყო ხელში, იმიტომ რომ გვერდები მოღუნული რო ქონდა, გისრიალდებოდა ხელთან. ეგ გამოასწორეს. ეგ кайკნესო გამოასწორეს. ხო და Android მე ვიყიდე Pixel-ი, ვახ, მეთქი. ეს რა არის? თქო Pixel 6 Pro ვიყიდე. ჩემი YouTube კარიერაც მაგითი დავიწყე და მე ეს Pixel 6 Pro გამიტყდა, იმიტომ რომ ეს დაეცა სახით ძირს. Pixel-ს ეგ ძალიან ცუდი ის აქვს, იმიტომ რომ კამერა რო უკან აქვს, ხელიდან როცა გივარდება, კარაქიანი პურივითა, რა სულ სახით ეწევდა. სულ პასტაიანად სახით ეცემა, იმიტომ რომ წონა აქვს უკან კამერა ისე აქვს გამოწეული, რომ წონა ისე უშვებს, რომ ფიზიკაში, ფიზიკის მიხედვით აუცილებლად სახით დაეცემა. ხო და ეგ რო გატყდა, თითში მერჭობოდა შუშები რა, უკვე ისე იყო და მაგის გამო შევეშვი და წავედი და ვიყიდე Samsung S24 Ultra და აი თქვენ ჩემზე უკეთესად ხედავთ რა ხარისხი აქვს და ეს ვიღებ ყველაზე დაბალ ხარისხში თან. აი ეს რო იცოდეთ.
პროსტ ან ჩემი ვიდეოები რაც არის ყველაზე დაბალ ხარისხში Samsung-ის კამერით. iPhone-ი უკეთესი არის იმისთვის, თუ ხარ დაუშვათ აი კონტენტ კრეატორი, თუ ხარ TikTok-ერი თუ ხარ, აი TikTok-ზე რო ტვირთავ ვიდეოს ეგრევე გეიმიდან короче, TikTok-ის კამერას TikTok-ს აქვს ცდომა Apple-ის კამერაზე. და Samsung-ს და Android-ებს არ აქვს ეგ ცდომა. ანუ, როდესაც TikTok-ში, ანუ დაუშვათ შენი კამერით Samsung-ით გადაიღე რაღაც ვიდეო, კარგი ხარისხი აქვს. TikTok-ზე რო ტვირთავ, შედარებით უფუჭდება, მაგრამ მაინც კარგი ხარისხი აქვს. მაგრამ მსგავსი ვიდეოების გავარდნა ბევრად უფრო რთული არის, იმიტომ რომ არ ვიცი რატო. და TikTok-ი ცდილობს, რომ თავისი კამერით, ანუ უშუალოდ აი რო ჩართავ და პლუს რო დააჭერ იქ რა კამერას წამოგიგდებს, იმით გადაღებულ ვიდეოებს უფრო აგდებს. ხო და იმით გადაღების დროს, როცა Android-ით იღებ, არ არის ისეთი კაი ხარისხი. და როცა Apple-ით იღებ, ძალიან კაი ხარისხი არის. მართლა რა, ანუ მაგაში ძალიან მაგრა ჯობინეს. იმიტომ რომ Instagram-საც აქვს ცდომა Apple-ის კამერაზე და TikTok-საც და იმას არ აქვს. Android-ებს. და ეგ არის განსხვავება. თუ კონტენტ კრეატორი ხარ, ეგ ტელეფონი გჭირდებათ. მართლა. მე კონტენტ კრეატორი ვარ და მიუხედავად მაგ ყველაფრის არ მაქვს და არც მინდა რომ არ მოგატყუოთ. და არც მჭირდება. ჩემ Samsung-თან ძალიან კარგად ვარ მე. Samsung-თან, короче, Samsung-ი მიყვარს, მე ძალიან მიყვარს Samsung-თან. ხო და ზედმეტი იმების გარეშე მე ვფიქრობ ხოლმე, რომ თან იცით რა ხდება, რაღაც მარტივ რაღაცებს რო დაამატებენ ხოლმე აი iPhone-ზე, რომ აი ეს არის გადატრიალება იმაში, ტელეფონების სამყაროში. გახსოვთ ალბათ 1-2 წელს წინ ან 1 წელს წინ იყო ეგ ამბავი, რომ აი გადატრიალება მოახდინა Apple-მა რა, ეგეთი წარწერები წერია და შევდივარ და თურმე დაამატეს თემები. ანუ ტელეფონზე რო თემის შეცვლა შეგიძლია. ანუ რა ჩემი ყლე გადაატრიალეს. აი ბოჟ არ მიიკრას, გადაატრიალე. არ მიიწვას კვერცხი, გადაატრიალე. აი სიგიჟეა, просто ეგეთი რაღაცებით. ანუ ხალხზე ზემოქმედება აქვთ მარკეტინგის კუთხით. მარკეტინგულად ბევრად უფრო გამართული არის. ჩემი აზრით, Apple ვიდრე Android-ები. მაგრამ აი საღიაზრი ნუ გვეკარგება. თან მე რა მიკვირს, იცი? ადამიანებს, ვისაც 400-500 ლარი ან 1000 ლარი აქვს თუნდაც ხელფასი, 7000-იანი ტელეფონებით რო დადიხართ, არ გჭირდებათ. მეც ახლა ეს ვიდეოების გადაღების ის რო ამ მქონდეს და პროფესიად რო ამ მქონდეს ნაქცევი კონტენტ კრეატორობა, საერთოდ არ მექნებოდა ეს 24 ულტრა. მექნებოდა რაღაცა. აი რაღაცა ტელეფონი მექნებოდა. ბევრად უფრო იაფიანი, ბევრად უფრო ისეთი და რავი რა, აი რაში ტელეფონი რისთვისაც არის ყველა 200 ლარიან Xiaomi-საც შეუძლია იმის გაკეთება. ხო გააჩნია ახლა შენ თუ გინდა რომ პარალელურად ვიდეო ტვირთო იქ და ვიდეო გადაიღო და походу ლოლი ითამაშო, ხო, გჭირდება ცოტა ძლიერი ტელეფონი. მე ვფიქრობ Nothing Phone-იც ძალიან კარგი არის. ძალიან კარგი ტელეფონი არის ესე რა. მე მომწონს იდეურადაც მომწონს და კაი ისენიც აქვს ხოლმე. და კაი რაღაცებიც გამოსდით. ბევრი კარგი ტელეფონი არის და ბევრი iPhone-ზე ძვირი ტელეფონიც არის და ღირს კიდევაც. უბრალოდ მე ვფიქრობ რომ iPhone-ი თან იმენა McDonald's-ში რომ წვენი იყიდება რა. პატარა საშუალო და დიდი და ნახევარი 40 თეთრი რო არის დიდ და საშუალოს შორის განსხვავება და სინამდვილეში რომ არ გჭირდება ეს დიდი და მაინც დიდს რო ყიდულობ, ხო იცი? აი ეგრე გტენიან ხოლმე რაღაცებს. გტენიან რას თქვენ კი არ გეუბნებით, მაგრამ ბიჭო, короче, მე ძალიან ვერ ყვევი ამ ყველაფერში, ჩემი პირადი მოსაზრებით და ძალიან დიდი ხანია ტელეფონები ჩემი ისა ინტერესის სფერო არის. და ყოველთვის, როდესაც ტელეფონი მაქვს, მე ამ ტელეფონის короче, Android-ს აქვს ეგეთი უნარი, რომ developer options-ი ჩართო. და developer options-ს რო რთავ, მე უკვე ყველაფრის შეცვლა შეგიძლია ისე იმაზე მეტის და იმაზე მეტის გაგება შეგიძლია ტელეფონზე, ვიდრე ჩვეულებრივ ვერსიაში. ხო და მე ყოველთვის მაგას ვაკეთებ. პლუს არის აპლიკაციები, რომლებსაც ახლა iPhone-ზე გინდა არ გინდა, უნდა იყიდო. და Android-ზე, რა ვიცი, ძმაო, 1000 ვერსია არის. გააჩნია რა, ახლა ზოგ ტელეფონს არ აქვს ახლა ვირუსებისგან კარგი დაცვის სისტემა, მაგრამ Samsung-ს ხო აქვს. Samsung-ს აქვს
შეუღწევადი სისტემა. მე ჩემს Android-ს რაღაც აპლიკაციას გადმოვიწერ ხოლმე საიდანღაც დავაინსტალირებ, თუ ვირუსი აქვს, ეს ყველაფერი ვიცი, მეუბნება, მიწერს ეგ, რომ ეს არც ისე საინტერესოა კი არა და არც ისე კარგიაო ამის დაყენებაო, მეუბნება ტელეფონი. მე თუ მაინც მინდა დავაყენებ, რასაც მინდა იმას გავაკეთებ ჩემს ტელეფონში და ჩემს ტელეფონში რის გაკეთებაც მინდა იმას რომ ვერ ვაკეთებ, აი მაგას ქვია iPhone. ხო. არა, iPhone-ის ჰეითერებით გამომივიდა, მაგრამ ეგრეც არ არის მთლად ახლა რა. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ლოგიკურად Samsung-ი ბევრად უკეთესი არის ფასითაც, უნარებითაც, მიღწევებითაც, სტაბილურობითაც, გამოცდილებითაც, ყველაფრით. უბრალოდ ვიღაცებს ევასებათ რაღაცა, არ ვიცი რა. და ამასწინათ ის motion screen saver-ები დაამატეს რა. კიდე იმაზე iPhone-ზე 1-2 წლის წინ ალბათ ეგეც რა. რო ბლოკავ და მე უცებ რო ესე მთვარე რო ამოდის და რო ტრიალებს. ბლია, 2007 წელს მქონდა ეგ Android-ზე. თემებზე ხო ზედმეტი ალბათ. ხო. ნუ მე არ გირჩევდით რომ iPhone გიყიდათ. თან ჩვენ ქვეყანაში რაღაცა გიჟე ხდება ამ iPhone-ზე რა. ყველას iPhone-ი უნდა და ყველას iPhone-ი აქვს და რა სჭირდებათ ეგ არ ვიცი. ეს გრძელი ფრჩხილებით ეს. შემილი. აი მე მომწონს რა. iPhone კარგია ის ბიზნესმენებისთვის. თუ მაინდა-მაინც Samsung-ს კაი აი ვიღაცა ხარ იმენა შეთესლილი იმენა აი ნერვოზი გაქვს რომ შენ ტელეფონში ვიღაცა არ შემოძრეს მაგისთვის iPhone-ი შეიძლება უკეთესი იყოს. აღარა ეგრე აღარ არის. ადრე იყო ეგრე, ერთი პერიოდი იყო ეგრე, მაგას ვაღიარებ, მაგრამ ეხლა აღარ არის ეგრე. მორჩა ეგ ყველაფერი, ხო? გამithარდა ყველაფერი და გამიცა, არ ვიცი. თან Android-ის ნაწილებით რომ იწყობა ტელეფონი და მე იმ ტელეფონს უფრო ძვირად ყიდულობ და იძახით რომ ეს Android-ი ყლებაო. მანდაც რაღაცა ლოგიკა მეკარგება მე რა პირადად რა. და კაროჩი გააკოცეთ მიყვარხართ და კარგად იყავით, წავედი ახლა თორე დამაგვიანდა სამსახურში ბელია.